რუსეთისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო იყო. დეივიდ მილიბენდი ამბობს, რომ ოკუპირებული ქართული რეგიონების შესახებ მათ ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრების დროს ისაუბრეს. ბრიტანეთი არ აპირებს აღიაროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, განაცხადა დღეს მილიბენდმა. ბრიტანელი დიპლომატი დაუშვებლად მიიჩნევს აფხაზეთის, ცხინვალისა და ცხინვალის რეგიონსა და კოსოვოს შორის პარალელების გავლებას. რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა დაარღვია, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას ცნო, განაცხადა დღეს დეივიდ მილიბენდი, რომელიც რადიო ეხო მოსკოვის სტუმარი იყო. Добрый день, господин Милибанд. კავკასიაში არსებული ვითარება განვიხილეთ მინისტრ ლავროვთან ორივე შეხვედრისას. არ უმალოდ განსხვავებულ მიდგომას საქართველოს საკითხში. ჩვენ არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, თუმცა განსხვავებული პოზიციები ხელს არ უშლის ევროუსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივ მსჯელობას. რაც შეეხება კოსოვოს, მისი შედარება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შეუძლებელია. სახელმწიფო, რომელშიც კოსოვო შედიოდა, დაიშალა. დღეს აღარ არსებობს. კოსოვო იუგოსლავიის კოლაფსის შედეგია. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება გამართლებული არ არის, რადგან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეზოლუციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხზე დიალოგის წარმართვა სამი ძირითადი მიმართულებით: სამხედრო, სოციალურ, ეკონომიკურ და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.